ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით დიალოგი პირდაპირ ეთერში მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ჩვენ 1 საათის მანძილზე ვიქნებით ერთად. თქვენ შეგიძლიათ გვისმინოთ რადიო ტალღაზე 105-დან 0, გვიყუროთ ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირ ეთერში საიტზე obiektivi.net და ასევე ტელეეკრანითაც 25 არხის საშუალებით და ასევე სატელიტური მაუწყებლობის საშუალებითაც შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ. ასევე შეგიძლიათ და ძალიან კარგი იქნება თუ მიიღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში დაგვირეკავთ გამოთქვამთ თქვენს აზრს, დასვამთ შეკითხვას, ან უბრალოდ დარეკავთ და მოგვიკითხავთ ტელეფონის ნომერზე 2388 105. ასევე Skype-ის მეშვეობით შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დარეკვა. Skype-ის მისამართი ისე უცვლელია, ეს არის ლათინური ასოებით ობიექტივი. და მე დღეს ვარ ძალიან გახარებული, რადგან ვარ მასპინძელი ისეთი ადამიანის, რომელსაც მოდით გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მთელი საქართველო ელოდა მის გათავისუფლებას, რადგან მე არ მეგულება ადამიანი, ვინც არ იცის, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად უკანონოდ იყო დაპატიმრებული და იგი ნამდვილად პოლიტპატიმარია აგერ უკვე მერამდენე ხელისუფლების ხელში. მე დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელმაც არ გატეხა სიტყვა სხვათა შორის, მან ციხიდან დამირეკა მე პირდაპირ ეთერში, ჩაერთო და მომცა პირობა, რომ გათავისუფლებოდა თუ არა იგი იქნებოდა ექსკლუზიურად ობიექტივის პირველი სტუმარი და უпростоრად პირველად იქნებოდა ობიექტივის სტუმარი და აი ჩემს პირდაპირ ბრძანდება კონსერვატიულ მონარქისტული პარტიის უცვლელი თავმჯდომარე, აგერ უკვე 20 წლის მანძილზე, ბატონი თემურ ჟორჟოლიანი. მოგესალმებით თემურ, დიდი სიხარულით და რა ვიცი, აი მეტყობა კიდეც ისეთი აღტაცებული ვარ, რომ ჩვენს გვერდით ხარ უკვე და სტუდიაში ზიხარ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. ასევე თემური მარტო არ მოსულა, რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, მასთან ახლავს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებიც იბრძოდნენ მთელი ამ წლების მანძილზე სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებას გაეგო, რომ ეს იყო უკანონო დაპატიმრება, ეს იყო აბსოლუტურად ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, მაგრამ შეთითხნილი საქმე და ჩვენი კიდევ ერთი სტუმარია ბატონი ირაკლი კობრავა, რომელიც გახლავთ გენერალური მდივანი ამავე პარტიის კონსერვატიულ მონარქისტული პარტიის და ჩვენი არაჩვეულებრივი ულამაზესი ქალბატონი, ბატონი თემურ ჟორჟოლიანის ქალიშვილი, თეო ჟორჟოლიანი, მოგესალმებით თეო. რომელსაც ჩვენი მსმენელი და მაყურებელი უკვე იცნობს, რადგან იგი არაერთხელ იყო ჩვენთან სტუდიაში და აი სწორედ გააფთრებით იბრძოდა მამამისის გასათავისუფლებად და ძალიან მართებულადაც იბრძოდა. მოგესალმებით მეგობრებო კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა რომ ბრძანდებით ჩვენი სტუმრები და მოდით რა ვიცი, ჩემი აღფრთოვანება ახლა უკანა პლანზე გადავიდეს და დავიწყოთ საქმეზე. მოდით. ასევე მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ Facebook-ის გვერდზე, პირადად ჩემ გვერდზე ამ წუთას დევს პირდაპირ ეთერის ფანჯარა, სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები, აი დაუშვათ არ გინდა დარეკოთ პირდაპირ ეთერში, მაგრამ გინდათ რომ თქვენი მოსაზრება საჯარო გახდეს, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი მოსაზრება და მე აუცილებლად წავიკითხავ ამას პირდაპირ ეთერში. რამდენიმე მოსაზრება უკვე არის, აი ბატონი გიაფაცურია გეხმიანებად ბატონო თემურ, მომიკითხე ჩემგან ეს ბებერი მოიკითხე, აი ესე მეგობრულად მოგმართავთ იგი. ასევე ქალბატონი მარინა გაბუნია, მიულოცე, მაკა მიხარია რომ უკვე გათავისუფლდაო. და რა ვიცი, აი შემდეგ ალბათ კიდევ იქნება გამოხმაურებები და მე აუცილებლად წავიკითხავ პირდაპირ ეთერში. პირველი შეკითხვა რაც მინდა დაგისვათ, მოდით ჯერ საზოგადოებას შევახსენოთ ეს საქმე, ეგრეთ წოდებული იგორ გიორგაძის მომხრეთა საქმე და რამდენი ადამიანი იყავით დაკავებული, რატომ იყავით დაკავებული, მოკლე ფაბულა შევახსენოთ საზოგადოებას და შემდეგ უკვე როგორ მოხდა თქვენი დაკავება, რომელიც ყველა ვიცით რომ იყო უკანონო, მაგრამ პირველი პირისგან მოყოლილი მაინც სულ სხვა. დიდი მადლობა. პრინციპში ჩვენ დაგვაკავეს 6 წლის 6 სექტემბერს. 2006 წლის. 2006 წლის 6 სექტემბერს და ფაქტიურად ერთადერთმა ადამიანმა, რომელმაც ვერ გაუძლო და ალბათ მე ვფიქრობ, რომ უნდა მოუტეხოთ, ეს არის მაია ნიკოლაიშვილი. დიახ, მე მაქვს ამ თემაზე თქვენთან შეკითხვა მომზადებული, რადგან
გამოჩნდა ეხლახანს ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილის უარყოფა გარკვეული გამოძიებას ხელახლა გამოძიებას ითხოვს ეს ქალბატონი და მე მინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ ბოდიშს გიხდით რომ გაწყვეტინებ დიახ და იქ რამდენიმე კიდევ მოწმე იყო ცრუ მოწმეები რა თქმა უნდა რომელმე თითქოს და ჩვენ დავგეგმეთ რაღაც გადატრიალება ხელისუფლების დამხობა და ნუ ჩვენ ამოხლით ვიჭეკით ციხეში ხო და პრინციპში ასეთი რამე არ ყოფილა და მით უმეტეს რომ საავადმყოფოში ვიწექი მე მაშინ ჩაფიძის კლინიკაში ვიწექი როდესაც აი ეს თითქოს და დაიგეგმა ეს გადატრიალება 8 რიცხვი სახელდებოდა თუ არ ვცდები 24 დაასახელეს, მე შეცვალეს ეს რიცხვი და გადმოიტანეს უკვე 4 რიცხვი იყო, კი. 4 რიცხვი დაასახელეს და იმიტომ რომ თურმე პაპუკაშვილი აღმოჩნდა რომ სხვაგან იყო, საერთოდ სხვაგან იყო. მაიაც მოსკოვში იყო. მაია მოსკოვში იყო, ხო და ნუ აი ესეთნაირად შეაკოწიწეს ეს საქმე, გამიგეთ? ხო და ღვთისნებით აღმოჩნდნენ მე ისეთი მე მახსოვს იმიგივე პაპუნა შონიამ ასეთი რამე თქვა რომ მეო დამაძალესო რომ ეს ჩვენება მიმეცაო შემდეგ აღმოჩნდა გუშინ პრესკონფერენცია ჩატარდა სხვათა შორის ხო და შემდეგო უკეო რომ დამიძახესო და სხვათა შორის ამან დაწერა ასეთი რამე რომ ნოტარიულად დაამოწმა ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა რომ სასამართლოზე ჩვენ ვინც ვიყავთ მჟავრდებულები რომ მე მაიძულეს ეს გამეკეთებინა დაახლოებით ასეთნაირად იყო ეს მოწოდებული და უარყოფდა რომ ნუ ხო უარყოფდა და ისა და სხვადასხვა ნოტარიულად დამოწმებული და არაფრით მე ეს პაპუნა შონია გააგდეს ქალაქიდან გააგდეს რომ ბაქოში გაუშვეს იმისათვის რომ მოეცილებინათ თავიდან. ანუ ის დაკავებული არ ყოფილა. რამდენი ადამიანი იყო დაკავებული და იმ დღესვე დაგაკავეს თუ არა? 12 კაცი დაგვაკავეს. 72 კაცი აგვიყვანეს თელ საქართველოში. მე ბათუმში დამაკავეს, სამნიძე ბათუმში. თელ საქართველოს უპრეცედენტო ოპერაცია ჩატარდა, ხალხო ამოიღეთ კადრები და მიშამ თვითონ დაარქვა საუკუნის ოპერაცია და რავი სასწაული იყო. შუაულ ფრენები და 5000 კაცი იყო ჩართული ამ ოპერაციაში. სპეცნაზი და კუდი და სოდი სასწაული იყო. გაგიჟდებოდ რო გენახათ, გეგონებოდათ რაღაცა ხდებაო. ამ დროს უნდათ ხალხის დაშინება. ზეწოლები იყო სასწაული ხალხზე ის მე ეგეთ რაღაცა რა ვიცი არც მინახია 9 აპრილს ჩვენ კარიდორი მოგწეს და გავედით 26 მაისს კიდე ჩაკეტეს და ხალხის ხოცვა დაიწყეს იგივე პროცედურა იყო აქაც ხალხის დაშინება უბრალოდ მე ნუ გადაჭარბებული იყო და 12 ესეთი ლიდერები შეარჩიეს ვიზეთ და ერთი მინდა განმარტება მივცე ამ ხალხს ეს იგორ გიორგაძის საქმე არ არის ეს თვითონ დაადეს ესეთი სათაური თორე იქ იყო ანტისოროსის მოძრაობა რომელშიც გიორგაძის პარტიაც იყო კიდე 5 პარტია იყო არასამთავრობოები და ძლავრი მოძრაობა იყო მაშინ ქუჩაში მარტო ჩვენ გამოვდიოდით 2005-6 წლებში 10, 15, 20000 კაცი გამოდიოდა ანტისოროსის მოძრაობით ამან შეაშინა მიშა და არა მარტო მიშა რო ქუჩა ცარიელი იყო მერე დაიწყო ის 2007 ნოემბერი და მერე გამოვიდნენ სხვები და სხვადასხვა ჩვენ რო დაგვიჭირეს ბევრმა ზოგმა ხმა არ მოიღო და ზოგმა ისეთი რამე თქვა რომელსაც დღესაც რომ მოვკითხოთ თუ სინდისი აქვს სირცხულით უნდა დაიწვნენ დიდი მადლობა მოდით პირველი ზარი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში და მოусმინოთ ჩვენს მანელს და მაყურებელს ესეთ შემთხვევაში ძალიან საინტერესო არის ხოლმე სწორედ მათი მოსაზრება გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მოგესალმებით გამარჯობა ქალბატონო მაგამ ბათუმიდან დაწუხებთ ძალიან სასიამოვნო არ გვაწუხებთ ისაუბრეთ აი დიდი მადლობა მითხრა მაგამ ასეთი ჩვენთვის პირადად ჩვენთვის ძვირფასი სტუმარი მოიწვიე ბატონი თემური გორგოლიანი დიდი მადლობა ბატონო თემურ ატარიდან გაწუხებთ მოგესალმებით პარტია სამართლიანობის ერთ-ერთი აქტივისტი ატარაში
დიდი სიხარულით ძრებლები მადგეს თვალები რომ გიყურებთ და გხედავთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ძალიან მაწუხებს კიდე რა თქმა უნდა. და მაინტერესებს და ქალბატონ მაკავს ხო ბატონი გიორგი მეტრეველი ჩემთვის უსაყვარლესი დავზე რა ვიცი რა უმცროს მასავედ მიყვარდა მიყვარს ცხოვრებაში თუ არის საშუალება ქალბატონ მაკამ იგიც მოიწვიოს და დაგვანახოს ბატონო თეორია ჭირიმე თქვენი თქვენს გადლებას თქვენს ხნეობას თქვენს ადამიანობას რა ვიცი რა ერთმა ქალბატონმა როგორც თქვენ დამთა ჩვენს მაშინ აღიარეთ ვერ გაუძლო ალბათ მაგრამ დაშინა თვილები რა ვიცი რამე და ერთი რამის გავიხსენე ბატონო თქვენ როცა ხდებოდა მაშინ თქვენ დაგაპატიმრებდათ სადაფიდან იარაღი ამოქონდათ თვილის ტომრები იარაღი ვიყრიდა მაგას ოპერატორის გვერდით იქ მაცხრებლები იყვნენ იმათ ხვეს და მე ბათუმში გავიგონა და ნეუჟელეს ფაბრიკაი რომა რა ხდებაო წუხელი ჩაზიძესო და ამ დილით ამოაქვთ აი ეს ასე ამათი ნაცისტების ოპერატიული მუშაობას და მაგათი ცხოვრება რა ვიცი შავი თეთრზე კერე ძალიან დიდი მადლობა ბატონო სემურ ეს სიყვარულები და ქალბატონ მაგას ხო ბორნე გიორგი მეტრეველის ვახილოს ობიექტივში. დიდი მადლობა გიორგი მეტრეველი ისრაელშია. შემოგვეხმიანა მომილოცა სხვადასხვა თემურში ერთი იმედი მაქვს რომ ბატონი იგორი როგორც წინა დღეს ვუყურე და ცრემლები მადინა მოსკოვიდან მალე ვიხილავთ და შეიძლება და თუნდაც რომ გახდეს ჩვენი პარტია ხელმოხ დავაყენოთ ფეხზე. მე ჭირიმე კარგად. ძალიან გთხოვთ რა. მაგას საინტერესო რა არის ერთი ფაქტი რომ ეს ყველაფერი როგორც მიშა ამბობდა დაგეგმა იგორ გიორგაძემ რომ გადატრიალების მეთაური იყო იგორ გიორგაძე დღესაც კი საქმე არ არის აღძრული იგორ გიორგაძის წინააღმდეგ აქ ძალიან საინტერესო დეტალი აგერ თემურ ჟორჟოლიანი მესამეჯერა უკვე პოლიტპატიმარი კაცი დაიჭირეს ამდენი წელი მიუსაჯეს უსახსრო დატიეს აი საერთოდ ნუ რაღაც სასწაული მოხდა ესეთი შევარნაძესაც კი არ გაუკეთებია რომ დაიჭირა რაღაცა იყო იქ რო ქონდა პენსია თუ რაღაც საპარლამენტო ის რო ოჯახს რაღაცა ქონოდა შემოსავალის სახით ამას სულ მე არ ვიცი ეს მიშა მართლა არანორმალურია და ბიჭო საქმე აღიძრეს და გიგორ გიორგაძეს საქმე არა აღძრული ესეთი ლაფსუსებია ყველაფერში და მე არ ვიცი რაღაც სისულელია და ეხლა ნიკოლაიშვილმა შეიტანა საქმის გადახედვაზე ჩვენი ადვოკატი და სხვათა ძალიან ხალხს უჭერდით რომ გასულიყო სახალხო დამცველად ნამდვილად ისეთი კაცი რომელსაც მართლა ეკუთვნის მოდი ჩვენ ნუაურებთ ეხა თემებს ერთმანეთს ხო არა ნუ ამ თემაზე ვისაუბროთ რადგან არის ნამდვილად ძალიან ბევრი დეტალი რომელიც საზოგადოებისთვის დღემდე არ არის ცნობილი სხვათა შორის მე მინდა თეოს გადავცე სიტყვა და მინდა რომ მე და თეო ერთგვარად გავიხსენოთ როგორ იბრძოდა პატარა თეო თავის დაძმასთან ერთად თემურ ჟორჟოლიანს მოიხსენება საზოგადოებას რომ ყავს 9 შვილი მთელი ჯარი ყავს სახლში ამ ადამიანს შვილიშვილები თავისთავად ცხადი არის რომლებიც გააჩნდნენ მისი ციხეში ყოფნის დროს საბედნიეროდ მაინც საბედნიეროდ თუმცა ნუ ძალიან სამწუხაროა რომ ის ვერ დაესწრო ამ ბედნიერ დღეებს მაგრამ არა უშავს ყველაფერი წინ არის თეო მოდი მე ბოდიშს მოგიხდი მანიშნებენ რომ კიდევ ერთი ზარია მოусმინოთ ჩვენს მენელს და მაყურებას და შემდეგ გავიხსენოთ მე და შენ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მოგესალმებით მე მიმართა უშუალოდ ახლა ბატონ თემურის კი ბატონ იცით რა შეესაქმე ამ კითხვაზე გამწეს პასუხი ყველანაირი ყველაფერი აბსოლუტურად იწყება თითქოს 2003 წლიდან იწყება ვითომ სააკაშვილის რეჟიმიდან და რატომღაც ესე იგი რატომღაც დავიწყებას უნდათ მისცენ ედვარდ შევარდნაძე რომელიც დღეს კრწანიში არის მოკალათებული საიდანაც დაიწყო საქართველოს გაუბედურება და როდესაც ვიტყოთ იგორ გიორგაძის დაპატიმრებას იცით რა შეესაქმე ყველა პასუხი უნდა აგოს რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე ესეც ვერ გავიგე ეს ცნება საერთოდ პოლიტპატიმარი იმიტომ რომ ზიად გამსახურდიას მერაბი კოსტავას და ცოტნე გამსახურდიას მე პოლიტპატიმრად ვერ მოვიაზრებ ყველას იმიტომ რომ აქ არის უბრალოდ სხვა ინტერესები და სხვა დაპირისპირებები და ედვარდ შევარდნაძის დაპატიმრებას რატომ არავინ არ ითხოვს თუნდაც ეგრეთ წოდებული ეს
სხვადასხვა პარტიები, რომელიც არის არ ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინ ინახავს, რა ბიუჯეტით არიან ისინი, მე აზრზე არა ვარ და ეს ყველაფერი ხო ხდება წინასწარ გათვლილი სცენარების მიხედვით. ზუსტად გამსახურდია მოკლეს, საქართველოს პრეზიდენტი მოკლეს, მისი მკვლელი უშუალოდ არის კრწანეში მოკალათებული. ეს ორივე მხარე არის, რა თქმა უნდა, მისი გუნდის წევრები და ესეთი შტაბ-ჭედება რჩება, რომ საერთოდ ესეთი სცენარი არის, რომ ეს გუნდები ერთმანეთს დააპირისპირეს და დათა თუთაშხიას კაცი-ჭამია ვირთხების არ იყოს. ამათ მიუქცევენ ერთმანეთს და შევარდნაძე კი იხარხარებს ძალიან მაგრად ეს. შეკითხვა რა გაქვთ ბატონ თემურთან, იქნებ ჩამოაყალიბოთ. შეკითხვა რა გქონდათ ბატონ? შეკითხვა ის ამაქვს, რომ თვითონ ბატონმა თემურმა ჟორჟოლიანმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს არც ერთი პრეზიდენტი არ არის კანონიერი, ზუსტად გამსახურდიას მერე, რომ საქართველოს ყავს კანონიერი ხელისუფლება და ეს ამდენი თამაში და საქართველოს განადგურება ამ დროის განმავლობაში, როდესაც დღის საქმე კეთდება საქართველოში და სხვისი არა ვიცი, აი რატომ მონაწილეობს თუნდაც თვითონ, მან კარგად იცის, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ყავს და ის უნდა აღდგეს და საქართველოს მთლიან ტერიტორიული გინდა თუ ყველანაირი აბსოლუტურად ქალბატონო მე გეთანხმებით გარკვეულწილად პათოსშიც იმაშიც რაც ჩამოაყალიბეთ მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს ყოველთვის იმ ადამიანს ყოველთვის რეკავენ ხოლმე ეს სწორედ მე მგონი თქვენ ბრძანდებით ძალიან ხშირად რეკავთ და კიდევ რამდენიმე ქალბატონი და ზუსტად აი ამას კითხულობენ მე ბოდიშს მოვიხდი ერთი წუთით მე მაქვს ყოველთვის ამაზე შეკითხვა რომ ანუ ჩვენ ეხლა გავჩერდეთ აღარ ვიცხოვროთ და დაველოდოთ სანამ ჩამოვა ვიღაცა მითიური კანონიერი ხელისუფლება ჩამოვიდნენ ბატონო ყველა გადაცემაში ამას ვიმეორებ ჩვენ გვითხარით რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ჩამოვიდნენ რა ჩავაკითხავთ თუ გინდა ჩამოვიყვანთ რაღაცა ფულს გაუგზავნეთ შევაგროვოთ რა გავაკეთოთ ნუ აკეთებთ ნუ რაფერს ისინი უნდა ჩამოვიდნენ იძახით და ამასობაში 20 წელი გავიდა და ანუ აქ ცხოვრება გავაჩეროთ ხო აი ეს შეკითხვა მაქვს ყოველთვის და პასუხს ვერაზრს ვერ ვიგებ დიდი მადლობა რა ვიცი ბატონო თემურ თქვენ ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ხართ პრინციპში შეუძლია ის რაც მოხდა რა თქმა უნდა კანონიერი იყო რა თქმა უნდა კანონიერი იყო და აბსოლუტურად კანონიერი იყო და მაგაზე არც შეიძლება ვიდაოთ და არც ის მაგრამ ცხოვრება მოიტანა შემდეგი ეპოქა რომელმაც ჩვენ ნუ ასეა თუ ისე გამოგვატარა ციხეები და ოხრობა და უბედურება და რა თქმა უნდა ამაზე შადაო არც არის და მონაწილეობას რატომ იღებთო და მონაწილეობა თუ ციხეში ჯდომით ეხლა ისტორია ეტყობა ხალხს ავიწყდება მრგვალი მაგიდის ინიციატორი იყო ბატონი თემურ ჟორჟოლიანი მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატორი იყო და იქ მრგვალ მაგიდაში ისდნენ ზუსტად ბატონი ზვიადიც რომელსაც ჩვენ მართლა გარდა იმისა თემურსა მეგობრობდა და ბოდიში და ჩვენ მრგვალი მაგიდიდან გამოვედით იმ დროს როდესაც თემური ეუბნებოდა რომ მოდი იყავი ერის мама და ერის მოძღვარი და არ გინდა ეს პრეზიდენტობა ამ პრეზიდენტობამ დაღუპა საქართველო დღესაც მაგას ვიმკით რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ამ ქვეყანაში და ჩვენ იარაღი არ აგვიღია კი ვიყავით პოლიტიკურად დაპირისპირებული მაგრამ არც იარაღი აუღია მონარქისტულ პარტიას და თვითონ თემური იძახდა და ზვიადის არჩევნების დღეს თემურიმ გამოაცხადა პარტიაში ლოიალობა რომ თუ გინდათ ხმა მიეცი. დიდი მადლობა ბატონო თემურო, ჩვენ ყოველთვის ყველა გადაცემაში აი მსგავსი ზარები შემოგვიწყდა. ხო, არა, იმიტომ რომ ყოველთვის მე თემიდან უნდა ითქვას ისტორია, იმიტომ რომ ეხლა ასე არ შეიძლება. მოდით ამას სხვა გადაცემა დავუთმოთ, მე დიდი სიამოვნებით მოგიწევთ უკვე, როდესაც მოითელება ბატონი თემურიც უკვე შეხედა საკაურებას. თქვენ 6 წელიწად ნახევარი არიყავით. 6 წელი 2 თვე და 4 საქართველოში არ მიგიღიათ ფაქტიურად ამ პროცესებში მონაწილეობა, ასე რომ ჯერ რაღაცეებში გაერკვეს ბატონი თემურიც და შემდეგ დიდი სიამოვნებით მე კიდევ ერთხელ მოგიწევთ და ვისაუბროთ სწორედ აი პოლიტიკაზე და პოლიტიკურ თემებზე. ამჯერად მე აღარ არის ზარი იყო Skype-ით გველოდებოდა მე ბოდიშს მოგიხდით და ხელახლა დაგვირეკეთ. თეო მოდი გავიხსენოთ ჩვენ შევპირდით მაყურებას ამის შესახებ. როგორ დაიწყე ბრძოლა? არაერთხელ გაგშენ მოყოლილი თვითონ ის ფაქტი, როდესაც შემოწვივდნენ და რაღაცა ვანდალურად მოხდა თვითონ მამაშენის დაკავება და შემდეგ უკვე ყველაზე საინტერესო დეტალი არის ხოლმე შენი და სახალხო დამცველის ურთიერთობა. სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებ, აი ქალბატონმა რო დარეკა, ვეტყვი რომ
მამაჩემის გარდა კიდევ ერთეული ადამიანები თუ არიან საქართველოში, ვინც იბრძვის და იბრძოდა ოდითგანვე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის და მე მგონი არაკორექტულია იმ ადამიანს მიმართ, რატომ არ იბრძვის საქართველოსთვის, რომელიც 6 წელიწადია სააკაშვილის გამო და მისი მითითებით სასჯელს იხდიდა ციხეში. 4 წელი შევარდნაძის გამო. რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება ჩემს და ჩემი ოჯახის ბრძოლას, ჩვენ ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანეთ მამასთან ერთად, შეუპოვრად ვიბრძოდით ჩვენს მეგობრებთან ერთად და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ჩვენ გვერდში გვედგა, თქვენ გადაგიხდით დიდ მადლობა საერთოდ მთელ ობიექტივს, რომ გვერდში გვედექით და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა და გვიმსუბუქებდა. ყოველთვის ობიექტივი იდგება იქ, სადაც სიმართლეა და თემურ ჟორჟოლიანის გვერდზე ძალიან დიდი სიმართლე იყო. მადლობა. ასევე მადლობას გადავუხდი იმ ადამიანებს, ვინც მამასთან ერთად იჯდა ციხეში და ეს მხნეთ გამოგვიგზავნეს უკან და ახალგაზრდად შენარჩუნებული, მოვიკითხავ დიდი სიყვარულით და ყველას მიმართავ, რომ მალე უსამართლობას დავამტკიცებთ და დაამტკიცებენ, რომ ისინი უსამართლოთსკაიდან ციხეში. მელორ ვაჩნაძე და მაისაია და კიდე იმ ორ ადამიანზე ვამბობ, რომელიც მამასთან ერთად დააკავეს. სხვადასხვის მე ერთი მომენტი მინდა გავიხსენო აქ, რომ პრინციპში ბიჭები იბრძვიან ბიჭები იმისათვის, რომ შიგნით რაღაცა დავაარსეთ, რაღაცა შევქმენით, რაღაც ბუდე გავაკეთეთ, რომ იტყვიან, რომ ციხის შიგნით არის. რა შექმნით ციხის შიგნით? ეს ძალიან საინტერესოა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია შევქმენით და ესე დავაფუძნეთ, დავაარსეთ და სხვა სახელწოდებით. რატომ არ იცის ამის შესახებ საზოგადოებამ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არიცოდნენ საზოგადოება. მოდით უთხრათ. ხო და რა ვარქვით მაგრამ საზოგადოება თავისუფლება იყო ესეთი და არა სამთავრობო გააკეთეს შიგნით რა პოლიტპატიმრებმა თავისი ინიციატივით გააკეთა ძალიან საინტერესო ასეული კაცი იყო ჩართული ამაში და მოძრაობა გოგიჩა მელორია მაისაია არის ანზორი არის რამაზია ახა გამიგეთ რომ აი ჩვენ შიგნიდან რაღაცნაირად ვიბრძოლით ის გავაკეთეთ 5 დღიანი აქცია ჩავატარეთ 5 იანს ხარი არ დაუჭიროთ გამიგეთ ასე არჩევნების წინ ჩავატარეთ ჩვენ 5 დღიანი აქცია რომელიც პრინციპში რაში გამოიხატებოდა ეს ციხის შიგნით აქცია საინტერესო ბოიკოტი ამ ძველ ხელისუფლებას ფიზიკურად როგორ გამოიხატებოდა ეს სიმშილობა გამოაცხადეთ 5 დღიანი სიმშილობა გამოაცხადეთ და ყველა მიცოდა რომ ესეთნაირად უნდა ყოფილიყო ასეც მოიქცენ და რადგან ციხის შიდა საქმეებზე ვლაპარაკობთ მოდით გაიხსენეთ რამდენიმე დეტალი თუნდაც აი იგივე მელორ ვაჩნაძე როგორ არის საერთოდ სად იყავით თქვენ რომელი ციხეები მოიარეთ და აი ჩვენთვის ნაცნობი ადამიანები ვინ იყვნენ თქვენთან ერთად ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის ესეც აი მე გამოვიარე მე-6 ციხე ანუ მოდით განუმარტოთ ყველა მარიცის მე-6 ციხე რას ნიშნავს რუსთავში არის ეს მე-6 ციხე პრინციპში მაშინ კრიტიში ვიყავით ჩვენ დაკეტილი კრიტი დახურული დაწესებულება რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს და იქ როგორც წესი სასჯელის გამო საპატიმროში რუსთავშია ეს ისა მე-6 ციხეა კრიტს გულისხმობ დაკეტილია რა ანუ რუსთავშივე არის კიდევ სხვა კრიტი გარდა ორთაჭალის რა თქმა უნდა ასეთივე ციხეა დახურული სისტემაა და მაშინ არ იყო ეს ორთაჭალა გაუქმებული და გდანიც არ იყო აშენებული და ამიტომ ჩვენ გადაგვიყვანეს მე-6 ციხეში მაშინ სტრესტვენი ასე ვთქვათ იყო იქ ხო და შემდეგ უკვე მე გადაგვიყვანეს მე-17 დაწესებულებაში ვინ და ვინ მაშინ ჩვენ გადავედით ყველანი ამ საქმეზე დაკავებულები გადავედით 10 კაცი არა მაია დარჩა იქა მაია დარჩა ხო და დანარჩენები კახა დატოვეს იქა გურამ პაპუკაშვილი დატოვეს და დანარჩენები გადაგვიყვანეს ჩვენ ზაზა დავითაია დანარჩენები ბულია იყო კიდევ ვინ იყო რამაზი იყო შენი სამნიძე
და ნუ აი ესენი სუპერლაგი ისთან გიხდებოდა თუ ურთიერთობა ამ პოლიტპატიმრებთან პოლიტპატიმრებთან მივხვდებოდა იგივე მელორისთან გოგიჩასთან უკვე შემოემატა ხალხი მელორ ვაჩნაძე ლევან გოგიჩაიშვილი ანზორი იყო მაისაია იყო და რამაზი იყო კახა იყო და აი ესეთნაირად უკვე ჩვენ შევქმნით ასე თქვა ბირთვი რომელმაც შეძლო რომ აი ეს წინააღმდეგობა გადაელახა გამიგეთ მე კიდე ერთი მომენტი მინდა იცით თქვა რომ იქ საოცრად მომენატრენ ის ხალხი რომელთანაც 6 წელი ვიცხოვრე გამიგეთ აი საოცრად მომენატრენ რა მე მინდა ჩემი ვახო მინდა ზეკანია აღნიშნო აი ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ბატონ თემურ ობიექტივს უსმენენ დახურულ დაწესებულებებში ციხეებში მაგას უსმენდით მხოლოდ მაგას უსმენდით თავიდანვე ასეა და ასე რომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ იმ ადამიანებს ვინც მოგენატრათ ჩემო ვახო შენ შემოგევლო ჩემი თავი შენ გამარჯვებასაც მოვესწრებით რა და აუცილებლად მოვა ეს გამარჯვება და აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც შენ გამოხვალ მაგ ციხიდან. მე მინდა მერაბი ვახსენო კიდე მერაბი რატიანი, ბესო გუგავა, ჩემი მიშა მინდა ვახსენო. მინდია, ლისი, ანზორი, ლევანი, დათო, ზურა აი ყველა მინდა ჩამოთვალენ რომ ყველა ჩამოთვლი ხლა რომელიც მიყვარს რომელსაც ვეთაყვანები რომელსაც კაცები არიან ღირსეული კაცები არიან დამიჯერეთ რა ხო და იცით აი ცოტა ისეთი ვარ შეშფოთებული ვარ რა რომ შეშფოთებული ვარ იმიტომ რომ მაინტერესებს აი ეს 260 მუხლის შესახებ იცით თითქოს არის ლაპარაკი რომ მესამე ნაწილს არ შეეხება თითქოს არის ლაპარაკი ეს მოდით განუმარტო 260 მუხლი ნარკომანი სამლის ჩადება რა ჩვეულებრივი ანი არა ყველა უმეტესად იქ ხალხი ზის რომელსაც წამალი ჩაუდეს ხალხო ჩაუდეს ეს წამალი და ამითი გაასამართლეს გასაგები თან მოწმები არ ჭირდება თვითონ პოლიციელი დაუმოწმებს რომ ედო და ეგ არ არის პრობლემა სამწუხაროდ ეს ცნობილი ფაქტია რომ საქართველოში ასე რაღაცა წეგან თქვენ თვითონ თქვით რომ აი რატო არ იცოდნენ რომ რაღაც ორგანიზაცია შეიქმნა ციხეში და რაღაცა ბრძოლა იყო ეს შევარდნაძის დროს დამკვიდრდა ესეთი და მე მიშამ ძალიან განავრცო რომ თუ ტელევიზორში არ ჩანხარ პოლიტიკური გვამი ხარ ამას ახერხებდნენ და ჩვენ ვიყავით წითელი ცირკულარში რომ ჩვენი ხსენება ტელევიზორში საერთოდ არ შეიძლებოდა ისეთი შუქურაც კი როგორც აქუბარდია იყო ერთხელ არ დაგვიძახა და 72 კაცი თქვენ დალოცულება დააპატიმრეს საქართველოში საუკუნის პროცესი დაარქვეს როგორც ჟურნალისტს როგორც ნუ იძახეს ეროვნულს ამა როგორ ერთხელ ხო უნდა დაეძახა და ეთქვა რომ რა ხდება გამოვიკვლიოთ პოლიტიკოსები მედია გამოკვლევა ყველაფერი ხო უნდა გაკეთებულიყო ერთადერთი ობიექტივი იყო რომელსაც გააშუქა და რაღაცა თქვა და კიდე გაიგო ხალხმა იმ მხრიდან რომ ეს არ იყო ის ხალხი რომელსაც მართლა რაღაცა ქონდა ჩაფიქრებული და როგორ ტალახი მოგასხეს და ვერსად ვერ გასუფთავდები ეს ძალიან ძნელია მით უმეტეს პოლიტიკოსი რო ხარ და პოლიტიკაში რო გინდა ყოფნა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთი ზარია ჩვენთან პირდაპირ ეთერში მოდით მოусმინოთ ჩვენს მენას და მაყურებელს გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მოგესალმებით ალო გამარჯობა გამარჯობა მივესალმებით თქვენს სტუმრებს განსაკუთრებით ბატონ თემურს ბატონო თემურ დიახ გილოცავთ გამოსვლას თავისუფლებას დიდი მადლობა ნანადრი 6 წლის და რაღაცა თვეებია კიდე იმ ნანადრ დღეებზე მე ბათუმიდან გირეკავ დიახ სამი მოწვევის დელეგატი ვიყავი ყრილობაზე ფილარმონიაში დიახ ჩვენთან დასაუბრებით ვართ ძალიან სასწაული ვიხარია თქვენი თავისუფლება და
მე მგონი როცა იგორი დაბრუნდება აი როგორც თქვენ დაბრუნდით თქვენ ოჯახებში იგორის როცა დაბრუნდება მე მგონი რომ აუცილებლად ვალდებული ვიქნებით შემოყვანილ ბათუმში სტუმრობისა დიდი მადლობა. მოდით ნუ გადავიტანთ აქცენტს ბატონ იგორ გიორგაძეზე. ამას ალბათ მე იმედი მაქვს, როდესმე ძიება გაარკვევს რეალურად არის თუ არა იგორ გიორგაძე რამეში დამნაშავე, მაგრამ ჩემთვის პირადად მე მაპატიეთ, მაგრამ თემურ ჟორჟოლიანი ნამდვილად არ ასოცირდება იგორ გიორგაძესთან. მიუხედავად იმისა, რომ მან 6 წელიწად ნახევარი სწორედ იგორ გიორგაძესთან ურთიერთობის გამო გაატარა ციხეში. მაგრამ მართალი არასწორი ინტერპრეტაცია საქმის. ჩვენ გქონდა კიდევ ერთხელ გავიმეორე ანტისოროსი გაკეთებული ეს ორგანიზაცია, რომელიც იბრძოდა საქართველოსთვის, რომ საქართველო აი გადაგვერჩინა ამ იდეოლოგიისგან, რომელმაც მიყვარდა ციხე. ამაზე ნუ ვიკამათებთ, რადგან ეს არის თქვენი ვერსია და საზოგადოებაში ესეა გავრცელებული, რომ იგორ გიორგაძესთან ურთიერთობის გამო დაისაჯნენ ეს ადამიანები, რადგან ის დღესდღეობით მონსტრად არის გამოყვანილი და ალბათ იმედია, როდესმე ამას კარგა აიხდება, რა არის რეალობა. მაგრამ მე მინდა თქვა, რომ სხვადასხვა შევარდნაძეც კი არ მოქცევია ისე უხეშად. ისე აი ყველაზე დიდი სროკი, რომელიც გავათავე მე 6 წელი და 3 თვე, რომელიც ხო 3 თვე. ფაქტიურად ბოლომდე მოიხადეთ, მოდი ესე ჩავთვალოთ. რამდენიმე თვე იყო დარჩენილი. 9 თვე მქონდა დარჩენილი და შევარდნაძესაც კი იყო ღირსება, კაცობა, თუნდაც მე კიდევ ამბობ რა, ეხლა არ მინდა რაღაცნაირად ისეთნაირად გამომივიდეს, მაგრამ გამომიშვა ხალხო, უდოთი გამომიშვეს. მაშინ უდო იყო და კი არ მიშვებდნენ და სხვადასხვა ყვარელაშვილს დაუძახაო, მე მითხრეს რომ დაუძახა და რატო არ უშვებ ამ კაცო და რას ქვიაო, რატო არ უშვებო თქვენი უკაზანი არ ამაქონდა ანუ შევარდნაძის დროსაც კი ვადამდელი გათავისუფლება მოქმედებდა. არსებობდა და ნორმალურად წინა ხელისუფლების ხელში საერთოდ არავინ არ არსებობს დედამიწაზე, ვინც არის ვადამდელი გათავისუფლება. ზვიადის დროსო დააპატიმრეს თემური. ერთადერთი კაცი იყო, ვინც პირადად ზვიად გამსახურდიას ბრძანებით გაუკვირდა თემურ ჟორჟოლიანი როგორ დაიჭირეთო. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ივაშკაცა და თავის ინიციატივით თემურიც მიაყოლა იმ სამწუხაროდ იმ პერიოდში ესე ხშირად ხდებოდა რომ ერთადერთი კაცი ვინც გამოუშვა თემურ ჟორჟოლიანი თავისი ბრძანებით გაანთავისუფლა. ხარდაჟორის გაანთავისუფლა. მეტი არავინ არ გამოსულა, დანარჩენი ციხე გატყდა და ისე გამოვიდნენ და კიდევ ერთი ზარი გვაქვს პირდაპირ ეთერში, ძალიან აქტიურობს საზოგადოება, უნდათ მისალმება ბატონ თემურთან და მოდით მივცეთ ამის საშუალება. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. საღამომშვიდობისა ქალბატონო მაგამ გამარჯვებით თქვენ სტუმრებს. გამარჯვებით. ბატონო თემურ, მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე სულით და გულით გილოცავთ ციხიდან გამოსვლას. შეუძლებელია ადამიანს არ მიულოცო ასეთი ღირსშესანიშნავი მოვლენა. ყველამ ძალიან გთხოვთ ერთი მოსაზრება მაქვს და მათ გმევინეთ. მარტო თქვენ კი არა, ბევრი ამბობს, რომ ზიად გამსახურდია პრეზიდენტობამ დაღუპაო. მე კი პირიქით ვფიქრობ, ჩემი აზრით ის პრეზიდენტი რომ არ გამხდარიყო, მაშინ ხალხი ასეთ რაღაცას იტყოდა, აი რა გააკეთა, გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე და როცა ერთ ძლიერი წინამძღოლი სჭირდებოდა, სწორედ მაშინ გაუდგა განზეო. მაშინდელი ეროვნული მოძრაობა იყო ყლორტი და ძლიერ ხეთრომ არ გადაქცეულიყო მილიარდები დაიხარჯა. ჩვენ ზიად გამსახურდიას მომხრეებს თუ ისტორია გვავიწყდება, თქვენ გავიწყდებათ, რომ საქართველოს ნამდვილ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას მტრები ყავს, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ. არა, მე მახსოვს ეს ძალიან კარგად მახსოვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ზვიად გამსახურდიას უზარმაზარი როლი აქვს შესრულებული იმ საქმეში, რასაც თავისუფლება და ეროვნული დამოუკიდებლობის შექმნა ქვია. რა თქმა უნდა, გეთანხმებით ამაში და სრულად გითანაგზნობთ.
ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. თემურ, მე მინდა შეგეკითხოთ, აი ჩვენ შიდა ამბებზე დავიწყეთ საუბარი ციხის და დღეს არის ყველაზე საინტერესო თემა და ყველაზე ისეთი აქტუალური საზოგადოებაში და მე რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული პატიმარი მიზის სტუდიაში და უფლებაც არ მაქვს რომ არ კითხოთ ამის შესახებ. ბაჩუ ახალაია რომელმაც სახელი გაითქვა რაღაცა სადისტური მოქმედებებით ციხეში. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე ეს ამბავი ასე არის მოსული. თქვენ იყავით იმ ციხეში, რომელზეც არის ეს ლაპარაკი. იმ სისტემაში შეუძლებელია თავად თუ არ შეესწარით, ვინმე მაინც არ გენახათ აი სწორედ ამ ადამიანის მხრიდან დაზარალებული. იქნებ გითხრათ ამის შესახებ, იყო რეალურად ესეთი ფაქტები თუ ეს ნამდვილად მითებია, როგორც ამას თეატრო დვერიძე ამბობს. შემხვდა, მაგა მე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კაცი შემხვდა, ვინც თქვა, რომ მე მაწამაო ბაჩუ ახალაია. კონკრეტულად თვითონ პიროვნულად? პიროვნება მითხრა, ასეთმა რამდენიმე კაცი შემხვდა და მითხრეს, რომ აი ესე და ესეთნაირად მოხდაო და მაწამესო, მაგრამ მე თვითონ გამიგეთ, ნამდვილად ამ კაცთან ურთიერთობა, არანაირი ურთიერთობა არ მქონია, გამიგეთ. არც შევხებიან, არც ესე მე-6 ციხე გამოვიარეთ ჩვენ და სპეცნაზი მოგვიგზავნა და თქვენზე პირადად ძამე ზეწოლა ხომ არ იყო? არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, გულახდილად რომ აზრი არ ექნებოდა ზეწოლა. ლაშა იყო ბრეგვაძე დირექტორი, მაშინაც იქაც დირექტორი იყო და მე უკვე ზონაშიც რომ დირექტორად მოვიდა და სხვადასხვა მინდა აი ღირსეულ აი სწორედ გამიგეთ რა არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არა ნორმალურად ეს კაცი არ მოგწევია ჩვენ არასოდეს, გამიგეთ. ეს კაცი იყო ყოველთვის კორექტული და ისეთი რა ვიცი, ნუ მე არ დადიოდა. არ შემიძლია რომ არა ვთქვა რომ არ თუმცა მის სახელსაც უკავშირდება, აი ბატონი ბრეგვაძის სახელსაც უკავშირდება გარკვეული რაღაცა შეიძლება ვიღაცას კიდეც გონდა რაღაცა, მაგრამ როგორ არის ცი ახლა ჩემთვის მე სწორად გამიგეთ, ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, როგორც მოქალაქისთვის პირველ რიგში აუცილებელია რომ კონკრეტული ფაქტი ვიცოდე ამასთან დაკავშირებით, რადგან ჩემთვის უცხო არ არის რომ ვიღაცა აგიგორებს რაღაცას და შემდეგ უკვე ხალხი ილანძღება ისე რომ რეალურად არც იცის ეს სიმართლეა თუ არა. მე არ შემიძლია რა. ჩვენ ეს ყველას გადაგვიტანია საკუთარ თავზე და ამიტომ ძალიან რთული არის ხოლმე. არც ისე მინდა გამომივიდეს რომ ვინმეს ვამართლებ პირიქით. მე მინდა სწორედ ადამიანები არიან, ვინც იბრძვიან თავგამოდებით, რომ ეს ადამიანი უკანონოდ არის გალანძღული და დაკავებული. მე მინდა რომ რაღაც კონკრეტული ფაქტი მაინც, აი თუნდაც ადამიანი გუშინ წინ გამოვიდა ციხიდან და რაიმე კონკრეტული ფაქტი მაინც თუ იცის, რომ საზოგადოებას ამის შესახებ უთხრას. მე ნამდვილად არ ვიცი. მაგა იცი რა ახლა? ერთი წუთი ირაკლი. დიახ ბატონო. მე ნამდვილად არ ვიცი ესეთი ფაქტი, რომ თვითონ ბაჩუ ახალაია ვიღაცას რაღაცას იმას, მაგრამ მე პიროვნებები მყავს ნანახი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მან ცემა თუ თვითონ ბაჩუ ახალაიამ ცემა და ხოდა ასე შემდეგ. დიახ, აი ეს კონკრეტულად ვიცი მე, რომ არიან ესეთი ხალხი, რომლებმაც განაცხადეს კიდეც ასავალ-დასავალშიც დაიწერა ამაზე სხვადასხვა და დანარჩენს ვერ გეტყვით რა, ჩემთან არ გქონიათ ამ ხალხს კონტაქტი და ნუ არ შემიძლია დავაბრალო რა. არა, რასაკვირველია ამას არც გთხოვთ პირიქით. სწორედ რო ვიცი რომ ობიექტური ხარ და ნამდვილ სიტყვით, იმიტომაც გეკითხებით. შეიძლება საზოგადოება ამდენად არ გიცნობთ, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი რომ ყველს არ თან ეს ხელისუფლებამაც ზუსტად იცოდა რომ თემურზე ზეწოლა უაზრობა იყო, გამიგეთ? ეხლა ბევრი გამოდის და ოჯახზე ზეწოლა იყო. ეხლა ოჯახი ისეთი უნდა თემურზე 9 შვილი და 9 შვილიშვილი და ზეწოლა თუ უნდათ, მაგრამ იცოდნენ რომ აზრი არ ქონდა. თემურს უბრალოდ ვერ გატეხავდნენ და ვერაფერს ვერ მოიგებდნენ მაგ საქმიდან და ამიტომ არ ყოფილა ეს ზეწოლა და პირდაპირ თქვენს უნდა დაგიჭიროთ და დაიჭირეს და ეგ იყო. და პროკურორი ცაცუა იყო, რომელმაც თქვა სულ ერთია როგორც იქნება, მაინც უნდა მიუსაჯონ. აზრი არ აქვს. ორი ამერიკელი ადვოკატი იყო ჩამოსული ამერიკიდან, კლინტონის ადმინისტრაციაში არიან მრჩევლები. ხალხი იყო დაშოკილი, ესეთ სასამართლო ჩვენ საერთოდ ისტორიაში არ გქონიაო.
და არც გაგვიგია თუ სადმე იყო. არც ერთი რეალური ფაქტი არ იყო. ანუ იყო პირდაპირ შეკვეთა და პროკურორმა ცალსვამ თქვა რომ ნუ უნდა დაისაჯონ რა. როგორც ადრე შევარდნაძის დროს დაიჭირეს მოსამართლეს ვეკითხებით თუ რა თემურის დაიჭერე მე მიუსჯიო ყველაზე მცირეს და დამაწინაურებენო და მე თუ არ ვიქნებია სხვა მიუსჯის და რა მნიშვნელობა აქვს და ნუ რა უნდა გექნა იყო გადაწყვეტილი არა ნუ ხო იცი ხა სინდისი რო არ აწუხებს ადამიანს ყველაფერს წამსვლელია და უნდა მიუსაჯოს და მიუსაჯეს რა კიდე ერთი რამე მინდა რა მაგა თქვა აი იმასთან დაკავშირებით რომ მაიასთან მიმართებაში დიახ აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხა თქვენთვის რადგან ეხლა ხანს ქალბატონმა მაია ნიკოლაიშვილმა გამოაქვეყნა ანუ შეიტანა საჩივარი თუ არ ვცდები და უნდა რომ გადაიხედოს ეს საქმე ხელახლა მან თქვა რომ ზეწოლით მიაცემინეს მას ჩვენება და ეს ყოველშორის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია გახსოვს მოწმეთ რომ გამოიყვანოს გული წაუვიდა 12 კაცი რო დაინახა რადგან ჩვენ გავიგეთ როგორი ტიპის ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე რადგან ეს უკვე გაირკვა და ჩვენ ნახეთ კადრები და მართლა საშინელი კადრები იყოს შესაძლოა ამ ქალბატონის რეაბილიტაცია რეალურად მართლაც მოხდეს რადგან არ მეგულება ბევრი ადამიანი ვინც მსგავს რამეს გაუძლებს მით უმეტეს ოჯახის წევრებზე მუქარით და ასე შემდეგ აპირებ თუ არა თქვენც ამ საჩივარს შეუერთდეთ და ხელახალი ძიება ითხოვოთ და რეალურად რეაბილიტაცია მოითხოვა. რა თქმა უნდა, მით უმეტეს კაცმა თავი ჩამოიხჭოყა. ერთ-ერთმა ჯრომოწმემ თავი ჩამოიხჭოყა. რომელმა? და დათო ლომიძე. გასაგებია. დათო ლომიძე. ეს ჯრომოწმეები იყვნენ, მე შევახსენებ საზოგადოებას, რომლებიც მამაკაცებს ერქვათ, ზოგს ქეჩინო, ზოგს ნათია და შემდეგ ვრცელდებოდა მათი ფოტოები. ნათია ერქვა მაგალითად ლომიძეს. ნათია და ქეთინო კარგად მახსოვს რომეო და რაღაცა ეგეთ სახელი ქალებს პირიქით რომეო და რაღაც სასახელი იყო მოდით მოусმინოთ ჩვენს მენას და მაყურებას არ მინდა დიდხანს ვალოდინო და შემდეგ განვაგრძოთ აუცილებლად ამ თემაზე გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მოგესალმებით ალო გამარჯობა ცალატონო მაკა გამარჯობა დიდი მადლობა ბატონ თემურის მოწვევისთვის ბატონ თემურს მენა მიულოცვა როგორც იქნა თავისუფალია ამდენი უსამართლობის შემდეგ და მე კითხვა არ მაქვს უბრალოდ მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა მოუხადო ბატონ თემურს ყველაფერი იმისთვის რაც მას საქართველოსთვის ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გააკეთა მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე დაწყებული სოლომონ მეფის ჩამოსვენებით დამთავრებული შევარდნაძის დროსაც უკანონოდ იყო დაპატიმრებული და უსამართლოდ იყო ციხეში ეხლაც ეს 6 წელი და ვიმედოვნებ რომ მომავალში მართალია შეიძლება ძნელია და უსამართლოა რომ ეს ხოთ და გვერდზე ალბათ ამდენად არ უდგებით ხოლმე ქართველები მაგრამ მაინც კიდევ ხოლო რომ თქვენი იმედი გვაქვს ბატონო თემურ და იმედი გვაქვს რომ ისევ ჩვენთან ერთად იქნებით და ისევ პოლიტიკას დაუბრუნდებით და იმედი გვაქვს ძალიან მალე მონარქისტულ ქვეყანაში ვიცხოვრებ ძალიან დიდი მადლობა ამ ზარისთვის ასევე მინდა my Facebook-ზეც არის უამრავი გამოხმაურება ქალბატონი ირმა ბეჟანიშვილი გილოცავთ მაკა ულოცავთ ბატონ თემურს განთავისუფლებასო ძალიან გააგვიხარდაო და დიდი გული ხატია სხვათა შორის მაკა გამოვიდა თუ არა თემური პირდაპირ პატრიარქთან მივიდა კურთხევა ჰქონდა რომ მე ვნახეო პატრიარქმა ჩვენთან ზონაში იყო მოსული და მე არ უშვებდა და თემურ უთხრა შულები არ მინახეო უწმინდოსო და ცოტა ხანი მოიცადეო სანამ ესე იგი მადლი არ გადავიდა თავის ლოცვით და იმით მანამდე არ გამოუშვა და კიდე ბევრი გვაქვს სალაპარაკო და კიდე ნახეო და ვილაპარაკო მოდი თეოს ვკითხოთ მზადება როგორი იყო როგორ დახვდით მამას თეო ძალიან საინტერესოა ესეც მოდი რაღაცა დადებითზე გადავიდეთ არ ველოდებ ანუ ჩვენ ორ შაბათს ველოდებოდით და ბოლო წამებში გავიგე ანუ მამასთან ერთად ვინც იჯდა იმან დამირეკო რომ 15 წუთში გამოვა გავიქეცით ჩქარა რა ის ეხაც შოკში ვარ ანუ ის დღე რომ ახსენდება ეხაც რო უყურებ გონია რომ სიზმარში ვარ და ეხა ძალიან ბედნიერები ვართ ყველა დედაც და ბავშვებიც და ყველა ჩვენს გარშემო ვინც ტრიალებს და რა ის მაგარია ძალიან და ყველა სუპატარა რა ის გაიცნო თავიდან მამა ეხა მამას ძალიან საინტერესო ერთი წლის იყო მამა რო დაიჭირეს ეხა 7-ის არის და ეხა ვერ ვაშორებთ გვერდიდან მიკრული ყავს მოეწონა ანუ კი გიждდება ყველა შვილები დახვდა
3 რომელსაც არ იცნობდა ხუმრობდით რომ მივიდეთ ჩვენი დოსიეთი და გავეცნოთ თავიდან თქო და მაგრამ არ მოგვიწია იმიტომ რომ ციხეშიც მქონდა ურთიერთობა ხო და ყველა ადამიანს ვინც უსამართლოს ზის იმათ ოჯახებს უსურებ რომ იგივე ბედნიერება განიცადონ რასაც მე ხალ გზნობ და იმედი მაქვს რომ მართლა ძალიან მალე მოხდება ეს ძალიან დიდი მადლობა თეო მე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ მე ყოველთვის გული მიჩუყდება როდესაც თეო ლაპარაკობს ან რომელიმე თქვენი ქალიშვილი იმდენად გულშველები არიან ისინი და მართლა იმდენი დადებითი ენერგია მოაქვთ ხოლმე რომ ყოველთვის ისე усმენ აღფრთოვანებული. მაგრამ მე ერთი რამე მინდა. გასაკვირველია გისმენთ. ჩვენ რამდენიმე წუთი გადავჭადოთ. მაიკოსთან დაკავშირებით რა. აი ეს თემას მინდა კიდე შევეხო. ძალიან ღირსეულად მოიქცა ეს ქალი თუ მან გააჟღერა რომ რაღაც მოითხოვა რომ ახლიდან იქნეს გამოძიებული ეს საქმე. თავის დავაცხადია, აბსოლუტურად უკანონოდ ვიყავით, მით უმეტეს რომ აი აბსურდი იყო, მით უმეტეს რომ იქ კაცმა თავი ჩამო, ორი კაცი მოკვდა, ერთი მათ თავი ჩამოიხჩო შემდეგ, ხო და რა თქმა უნდა, ღმერთმა შეუნდოს მეთქი, მე სასამართლოზე უთხარი, სხვათა შორის, ღმერთმა შეგინდოს, ღმერთმა გაგაძლიეროს და შენი სიმდისით იარე მეთქი რა. და კიდევაც მე გული წავიდა და აღარც მოდიოდა მე აღარ 12 ადამიანს ჩასვამ შენის ჩვენებით ნუ როგორ უნდა იცხოვრო ადამიანი თუმცა მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ შესაძლოა ეს არ ამართლებს მაინც მსგავს აქციას მაგრამ იმდენად აი ამ კადრების ნახვის შემდეგ იმდენად შოკირებულია საზოგადოება და ჩვენ გავიგეთ თურმე რა ტიპის ზეწოლაზე არის ლაპარაკი და რას შეუძლებენ ადამიანები რომ სიმართლე გითხრათ მეც ძალიან რადიკალურად ვიყავი განწყობილი და ცოტა შემეცვალა ცოტა ჩვენზე არ იყო ზეწოლა იცით რა თქვენზე არ არის ეს როგორ ჩანს მაინც იმდენად არის მე მართლა შოკში ვიყავ ოქროაშვილი რომ გამოვიდა ჯერ ოპოზიციაში გადავიდა რაღაცა დაიწყო და მე გამოვიდა და ზეწოლა მქონდაო. რა ზეწოლა უნდა ქონოდა ისეთი რომ კაცობაზე ვარს ამბობ ადამიანს. აი ჩვენ ნახეთ რა ტიპის ზეწოლაზე ჩვენ კაცები ირაკლი შენ შემოგევლე რა ჩვენ კაცები ვართ გამიგე. არა მე ვერ ვიღებ მაგას. ქალების მე არა ხალზე კი გამიგია შეიძლება ხალზე იყოს ზეწოლა. კაცზე როგორ შეიძლება ხა ზეწოლის გამო შენ კაცობაზე ვარი თქო და მე ეგეთ რაღაცა კარგით მოდით ნუ გამოვარდოთ რაღაცას ვიტყვი თუ შეიძლება. რასაკვირველია მე და ჩემს დაძმებს ანუ როგორც შვილებს მართლა გულით გვეწოდება ის ადამიანები ანუ სიბრალოს გზნობთ ვინც ვერ გაუძლო ამ დიდ წნეხს თუ რაც ქვია რა ვიცი და ნუ სისუსტე გამოიჩინეს და მე ამაყება ყველა ის ადამიანი რომელიც მამაჩემთან ერთად დააკავეს და მართლა ვამაყობ რომ ვიცნობ თუნდაც მაია თოფურიამ ძალიან დიდი მაგალითი მოგცა იმის რომ გაუძლიერებულიყავი თავიდან მე მაშინ 14 წლის ვიყავი მაგრამ ყველა მთელი ოჯახი აქტიურად ვიბრძოდით და გოგოებისთვის განსაკუთრებით მაია თოფურიას მაგალითი ძალიან ემოციური და ძალიან მაია თოფურიამ რატო ვასწავლებ რომ ცოტა ხნის წინ დიახ ისიც დიდხანს იყო ნამდვილად ციხეში ცოტა ხნის წინ ატოვოს და მართლა არაფრის გამო მხოლოდ იმიტომ რომ მაია თოფურია იყო ცოლის დიშვილი იგორ გიორგაძის თუ არ ვწდები ხო ბატონ თემურ და ბოლო შეკითხვა ჩვენ ფაქტობრივად 1 წუთი გადაგვჭა და ძალიან მოკლედ მაინტერესებს პასუხი ამაზე აპირებთ თუ არა ყველა ერთად ვინც მოიხადეთ ეს უკანონო სასჯელი გასაჩივრებას და რეაბილიტაციის მოთხოვნას რა თქმა უნდა ვაპირებთ ვიბრძოლებთ და აუცილებლად პასუხს მოვთხოვთ ძალიან დიდი მადლობა თქვენ მადლობა დიდი მადლობა ჩვენი გადაცემა დაასრულდა მეს რაღაცა რიგარეში გადაცემად ჩავთვალოთ მოდით რადგან მე მთლიანად ემოციური ვარ და კი ვეცადე რომ რაღაც გარკვეულ კითხვებზე პასუხები მიმეღო მაგრამ მაინც ემოცია მძლია და მე ნამდვილად ჩემო საყვარელო მსმენელო და მაყურებელო დღეს ვარ ძალიან გახარებული და მინდა რომ ყველას ოჯახში აი ესე მოაკაკუნოს სამართალმა და ეხლა მაინც იზეიმოს სიმართლემ და იზეიმონ მართალმა ადამიანებმა. თემურ ჯორჯოლიანი ჩემთვის არის ამის მაგალითი, მან ნამდვილად დამერწმუნეთ, აი
მან თქვა რომ აუცილებლად შეიტანენ ისინი საჩივარს და თქვენ ნახავთ დადასტურდება რომ ამ ადამიანებმა აბსოლუტურად ყველა მოიხადეს სასჯელი არაფრის გამო და ისინი რეალურად პოლიტპატიმრები არიან ნამდვილად რაც არ უნდა არ მოეწონოთ ეს ზოგიერთ ქალბატონებს ძალიან დიდი მადლობა რომ ბრძანდებოდით 1 საათის მანძილზე ჩვენთან ერთად თემურ ჯორჯოლიანი ირაკლი კობრავა კონსერვატიული მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი ბრძანდებოდნენ ჩვენთან სტუმრად და არაჩვეულებრივი ჩემთვის ძალიან საყვარელი თემურ ჯორჯოლიანის ერთ-ერთი ქალიშვილი 9 შვილიდან ძალიან დიდი მადლობა მე გახლავთ მაკარაზმაძე და მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით გმადლობთ